მნიშვნელოვანი ინფორმაციას ვიტყვი ჩემი კოლეგებისთვის და პაციენტებისთვის, რომ როდესაც ენდომეტრიოზის დიაგნოზს ვამთ და მათ შორის საკვერცხის ენდომეტრიოიდული ცისტა გვაქვს, ჩვენ ყოველთვის უნდა შევამოწმოთ და ეჭვი მივიტანოთ მათ შორის და გავაკეთოთ ონკომარკერები. ჩვენ ვამოწმოთ ონკომარკერს, მათ შორის არის კარცინოემბრიონული ონკომარკერი, რომელიც შეიძლება იყოს მომატებული, მაგრამ ეგრევე პანიკაში ავვარდებით, იმიტომ რომ ვიცით, რომ ენდომეტრიოზის დროს ეს მარკერი იმატებს. ნიშნავთ კურნალობას. იმატებს, მაგრამ არ ნიშნავს ონკოლოგიას. არ ნიშნავს ონკოლოგიას, ანუ ენდომეტრიოზის გამოც, მაგრამ უფრო ათეულებში რჩება, ასე ვთქვათ და ამიტომაც ვიცით და ამიტომაც ეგრევე არ მივდივართ კიბოს დიაგნოზისკენ, თუმცა ოპერაცია როცა კეთდება ამ კისტის, ჩვენ რა თქმა უნდა ყველაფერს ვიკვლევთ მორფოლოგიურად და იმუნოჰისტოქიმიურად. მეორე. როდესაც ვიწყებთ მე მკურნალობას და მე მყავს ახლა ესეთი 4 პაციენტი, რომელთანაც იყო ეს მომატებული, ჯოულებრივად დავიწყეთ ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია და ეს მარკერი იკლებს. ანუ სწორ თერაპიაზე ეს მარკერიც იკლებს, რაც ესეც ნიშნავს, რომ ენდომეტრიოზს სწორად, ასე ვთქვათ, მკურნალობ და ის გავრცელებისგან არ ვრცელდება. მესამე საკითხი დისპარეურია, ანუ მტკივნეული სქესობრივი აქტი. მთლიანად შეიძლება ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის დროს ალაგდეს, მაგრამ აქვე გააჩნია, როდიდან დავიწყებთ ჩვენ მკურნალობას, აწლიან დაგვიანებით თუ დავიწყეთ, მაშინ იმ პროცესში მაინც კი, მაგრამ აწლიანი დაგვიანებულ ენდომეტრიოზს ჯერ ჭირდება ლაპაროსკოპია, კერების აღმოფხვრა და ასე შემდეგ და კი ბატონო, მაგრამ ჰორმონების ფონზე ეს მთლიანად შეიძლება ალაგდეს, მაგრამ მარტო ჰორმონები არა, როგორც თქვით, დამხმარე საშუალებები და პლუს მაგას ფსიქოლოგიური და ცხოვრების წესის ცვლილებაც ალბათ. ფსიქოლოგიური ფაქტორებიც ძალიან კარგად მოქმედებს.